გადავიდეთ ახლა მაქსიმე აღსარებულზე, ესე სანამ მაქსიმეზე გადავართ. უცა შტაბიშტილებაზე ვლაპარაკობ, მეგობარო რა არის. აი მაგალითად მაქსიმე აღსარებელს სხვაგან მიწერია ტექსტებში. და საერთოდ მუსიკა რა არის რა. წმინდა მამის გაგებისთვისაც და ყველა დანარჩენი ეს არის მაინც სიტყვის დამხმარე საშუალება. ესე იგი მელოდიის საშუალებით და ხო გახსოვთ რომ აი თქვენთან შეიძლება ზოგჯერ იმღეროთ სიმღერა იმიტომ რომ მელოდია მოგეწონათ და მელოდია გახსოვს და ამ ღერხას სიტყვა და მე ისე რომ შეიძლება სიტყვებს არც როგორ გამახსოვდება არც იცი რა ეს სიტყვები ეგ ერთი და მეორე იმიტომ რომ მელოდიამ თვითონ შემოიტანა შენში ეს სიტყვები და მეორე თან ის არის რომ გამახსოვდება სიტყვები, მაგრამ სიტყვები არც იცი რას არის. რაღაცა ღერი ხარ და ვაფშე სიტყვებს არ უკვირდები რა. აი რა დააკვირდით რამდენჯერ მოგსულიათ ესეთი რამე. ოკეი. ხო და ესე იგი, აი მაგალითად ლიტურგიაზე ხარგდელია მაიქა და რაღაცა ის რაღაც აზრი მოვიდა, აი ეს არის სიყვარული, აი რაღაცა იგზენი, გაგიხარდა რაღაცა მამადაში ყოველთვის გეუბნება რომ არ დაგეზაროსი ფიქრი ამაზე. არ გადადო იაზროვნე ამაზე. აი ამ შტაბიშტილებებზე ვლაპარაკობ. აი ამ დიდი რაღაცებიდან რომ წამოვედი ხარ მითები და მოვედი მარტივ რაღაცაზე რომ ეს სამართლებული ჯულის კანონი, ეგეთი რაღაცეები უნდა განვიხილო მე ჩემს ლიტურგიულ გამოცდილებაზე, რომელ გამოცდილებაშიც ავტომატურად მე მეძლევა მოცემული აი ეს ტიპიკონები რაღაცეები, პოეზია, ის მარტო ტიპიკონი კი არ არის, იქ არის მაგალითად პოეტური ნაწარმოები, იქ არის კოზმა მაია ამავიწყდა რაც არის კოზმას ისინია კონდაკებია პოეტური ნაწარმოებები ქართველებისთვის ეს ნათარგმნია გიორგი მთაწმიდელის მიერ ან ვიღაცა ქართველების მიერ ანტონი დიდის ბაგრატიონისაც კი გვაქვს ქართული მელოდიებით მოდის ეს ხო ქართული გალობებით იქ მახაზე ერქვანიძეც კი შემოდის ჩვენთან აი მაგალითად მე რომ ქართულ სიმღერას ვიცან მახაზე ერქვანიძის ხმა მახსენდება ანჩისხატი მახსენდეს რაც არის რა მოგეთ ის რომ მოდის და შენში რაღაცას განცდა და მაღალჯამირის ხმაზე მომდა რომ ამბობს რომ გახსოვს რომ ეს არ არის საკმარისი იყო ქართულსაც მამარდა თქვა ქართული მრავალხმოვანებაზე ჩვენ რაღაცნაირად მოიმართები და რაღაცა მოიმართები და უკვე აი შევკ ქართულად გრძნობ თავს რა ეს არ არის საკმარისიო ის ამბობს რა იმისათვის რომ შენ მოვატიეთ რა აქ რაღაცა საშინელება იმისათვის რომ შენ ქართველი იყო, აი ესაც მოვიდა, ეს სიმღერა, ეს გამოიკვლიეს სიმღერა, ეს გრძნობას დაუკავშირდა და ეს გრძნობა საფუძეს სიყვარულის და სიამაყის გრძნობა, მაგალითად საფუძვა დაუდო შენ საქციელს, ოდესაც მე შენ მაგალითად იგივე რაგბის სათამაშოდ გამოხვალ და იქ ვაშკაცურად იქნება და რაღაც ესეთი მსგავსი რაღაცებზე აქ ლაპარაკი შტაბით და ლიტურგია და ტიპიკონიც ეგეთი მსგავსი ამ ტიპიკონმა შენში ინფორმამ შენში უნდა გამოიწვიოს დისციპლინა, რატომ არის ეს მოცული და შენში უნდა გამოიწვიოს რაღაცა აზრები რა. ეხლა ამერტო ტიპიკონი ხო არ არის საჭირო. მე მიდიხარ ლიტურგია ტიპი მიდიხარ ლოცვის სიტყვებს უკვირდები. ზოგჯერ მხოლოდ იესოს ლოცვაზე ჩერდები. ესეც მნიშვნელოვანია ბოლბოლო იესო ვინ არის, იესო გულში იბადება. იოსიმ შენი ხსნელია და ამ ხსნელობაზე მაგას სოფლომი სახარავი ამბობს რომ ერთხელ მამაუჩინ მეორე სოფლომი მიდიოდა და უკვე აჩელნიკი იყო ეს რაღაც მარტო ცხოვრობდა მიყუდებული იყო და იქაც აი როგორც განაწესის მიხედვით გაუშვეს იქ რა ესე იგი მარტო კი ვერ წახვალ მონასტრიდან რომ გაგიშვენ ცალკე კელიაში ის გამოსტილმა მამებმა და ამ ბერებმა უნდა შეიკრიბო ნიმჟელ უნდა მოგცენ ამის უფლება რომ მომცესო რომ მარტო გამიშვესო მე უკვე გამოსტილა ჩამთვალისო რომ იქ რომ მივედიო იქო საშინელი მეორე მსოფლიო ინფორმაცია ეთქვა მოდიოდა ეს საშინელი ამბები ომი უბედურობა თუ კელიაში იყო ნუ სად იყო არ აქვს მნიშვნელობა კაი რაც არის და მოგეთ ომი უბედურობა რაღაცა ხდებოდა რატო უშვებს ღმერთი ამასო რა და ერთი ლოცვის დროს მამაოჩუნოს ამბობდიო და ვთქვიო მამაო და უცებო ჩემთან მოვიდა გაგებაო
თუ რას ნიშნავს სიტყვა მამა. ღმერთი მამა. ესე იგი ამ უბედურების უკან ყველაფრის უკან არ უნდა დაგავიწყდეს რომ ეს მამაო, მაგრამ ეს მე ამას ჩემს თხოვით რომ იმან რაღაცნაირად ეს იგრძნო და ესე მიწაზე ვარ დავარდიო, დავარდნილი ვიყავიო რა და შეწწუნებული ამ ტყიბლისგან რატო ხდება ეს უბედურება სოფლიოშიო და აი ამ დროს მოვიდაო მამაო და მის ესე იგი თლიანად მის სხეულში განიყვარა ეს გაგების ნეტარება, ну, ესე იგი, ну, აღწერს მისტიკური ჭრეთის მდგომარეობას, რომ მოვიდა მერტის სიტყვის გაგება. ხო და აი ესეთი რაღაც დავიშტილებები დაახლოებით რო ხდება, აი სახურების დროს, რაღაცის დროს იმას უნდა დაუკვირდეთ და ცხოვრებაში დისციპლინით მოვიზადოთ ამისთვის და ლიტურგიაში სიტყვებით და იქ მიღებული მთავარი ღმერთის სიყვარულია, აი ეს ედება საფუძვლად მე როგორ სამართალს. და სამართლის სიტყვებიც ეს არის სიმბოლური, რომელიც აი ამ ჩემი ლიტურგიული გამოცდილებით და სამართალი რა არის, აი ლიტურგიული გამოცდილების გადმოტანა ცხოვრებაში. ესე არის წერება სამართალი. და მე ციტატაც მოს მოყვანილი რა მე მაგისი და იქ უკვე იქ აი იმ გაგებაში აი ესე დიალექტიკურად უგებლობთ ამ სამართალს ტექსტებს შევამის შესახებ გადაწყვეტილებებიც მიიღოთ საეკლესიოდ, მე ეს გადაწყვეტილებები თავისთავად დაიდება როგორც სიმბოლური ტექსტები და ასე შემდეგ, როგორც არის სამართალი, ანგლო-საქსონური სამართალი, common law ქვია და ქართულად არის საერთო სამართალი რაღაცა. ლიტურგიულ ასკეტურებელისა და ლოგოს შთამბეჭდელობის შესახებ მაქსიმე აღსარებელთა შეიძლება დაიძებნოს საინტერესო პასაჟები. კითხვა პირველი 7. ეს ედიშერის აქ თარგმნილი და იქიდან ვიღებ ედიშერის თარგმანია და ედიშერის სკოლიოებია და იმ ტექსტს ვიღებ რა. ადამიანი ეს ციტატა ადამიანი რომელიც მთლიანად კეთრობანია კეთრს შეიცავს მხოლოდ კანზე ხოლო ცხოველს ყოფილობით სისხლი ზედაპირი და მთელ სხეულშია გაღვრილი ხშემძა ხდება იმისა რომ მოიპოვოს სათნოების ცხოველ ყოფილობითი ძალა ესე იგი ეს უკვე შემძლე ხდება ამ სისხლით საღვთო სისხლით ეს ზიარებით რა ამ შემთხვევაში შეიძლება მაგრამ მარტო ზიარება არ არის ეს სისხლი რომელიც ქრისტეს გოგუთაზე დაღვარა იმაში კი განვიბანებით ჩვენ რა ნათლობა მისტერია ზოგადი სამყაროს გამომსყიდველობა ეს ლიტურგია ესე ატრიალებს რა მაქსიმე უცნაური ხედვა აქვს მაქსიმეს ყველაფერი ყველაში გადადის ერთი მთლიანობის და დეტალების ერთმანეთში ეს ნეოპლატონისტური ხედვა არის ნუ მისტიკური ხედვა ელესდებისაც აქვს გამოსტილი რომ აღწერენ ეგრეა რომ ყველაფერში გადადის ყველაფერს უკავშირდება ყველაფერს საზრისი აქვს მოცალკეც არის ხვანერადაც არის რა თავად ჭელიძე მიუთითებს რომ დედაში გაღვრილის ნაცვლად ჩათესილია ენესპარმენონ შიგთესილი იქნება ენ არის შიგთესილი in ეს უცნაური ფრაზა სისხლის ზედაპირიდან მთელ სხეულშია გაყოლილი რეალურად ოხშენი რეალურად დადებიჭო რეალურად ნიშნავს კეთრი თუ ნიშნავს რომ თუ კეთრი თუ ზედაპირზეა ღმერთ სიტყვის იესო ქრისტეს სისხლი განითესება მთელს კანქვეშა სხეულში ცხადია ანატომიის დღევანდელი ცოდნა მაქსიმეს არ მოეთხოვება მაგრამ სიტყვა ჩათესვა მაინც არ იქნებოდა შემთხვევით არჩეული სიტყვა ხვდება ერტყმება სხეულის კანზედაპირს და განითესება შთაიბეჭდება მის სხეულში იძლევა რა შესაძლებლობას მოღვაწეობა ასკეტიკის შრომის წიაღ იქცეს ეს სიტყვა სათნოებად სიკველად ხოლო სიკველისა და ექსისის ჰექსის ჩვეულებრივ ბუნების კავშირი
ჩვეულებრივია გვიანი ანტიკურობისათვის. ჩვევა რომ მეორე ბუნება საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა არისტოტელესი. მეორე ანუ ახალი ბუნება, ახალი სიცოცხლე. ამგვარად გამოვიდოდა რომ სიტყვა რა იყო რამდენი ასვება. სიტყვა ღმერთის მიერ ადამიანზე სიტყვათა მორტყმით და სხეულში ჩათესვით ეს რომ არ იგულისხმებოდეს მართლა შეუძლებელი იქნებოდა მაქსიმესოდის ამ თანხსულში გაგება ჩათესვის გამოყენება ამ ადამიანს ეძლევა ამ თესლის ანუ ორსული გაგების გაღვივება და ქცევა საკუთარ სიცოცხლედ ესე იგი ჩაითესება რამ შთაიბეჭდებასთან მინდა აქ სახუთარი რა არის სახუთარი მიწერია საკუთარ ახალ სიცოცხლედ ხო მეორე არის კითხვა მეორე მეშვიდე ოკეი გაირაცა მირონი თავზე დაესხავა და რაღაც მაშინ მას განმარტავს მირონი არის სულიწმინდა თავი გონება ხოლო წვერი სიტყვა ვინაიდან გარემოიცავს გულს სიტყვა სიტყვა მოიცავს გულს გულში არის აარონის წვერი ესაა სიტყვა რომელიც კლავს ვნებებს და ღვთისამნის წირავს სათნოებებს ესე გულს მოიცავს სიტყვა იქ ნახეთ რომ ჩაითესება ხოლო ვინაიდან ნუ წვერი ეცემა რა გულს ხო ეს ეგულისხმება რა მაგრამ ეს გულს ეცემა ესე იგი ეს ხო წვერი ხო ღვთის სიტყვებია ესე იგი წარმოგიდგენთ ერთი სიტყვა კი არა ბევრი სიტყვებია ბევრი ბეწვები ხო ესე იგი ეს მოიცავს რა გულს ესე რა ესე მოდან ფარავს ესე იგი სიტყვა მოდის და გულს ესე მოაჯდება და მე ფესვს იდგავს მაშინ და ამ გულით მე მთელ სხეულს გადაეცემა ეს სიტყვა მოიტანა ხო ესე აღნიშნავს მე ხავყურებ სკოლაში ჭელიძე სიტყვას წირავსის დედნად ღუდელ მოქმედებას იერურგირებს მიუთითებს ესე იგი წერია რომ ღვთისადმის წირავს კი არა ღვთისადი ღუდელ მოქმედებს ესაა სიტყვა რომელიც კლავს ნერვს და ღვთისადი ღუდელ მოქმედებს სათნოებებს ცნაური ის არის ხო ეს სიტყვა შენ რო სათნოებს აკეთებ ადამიანი ხო ის წირვა ის ღმერთისადმი შეწირვა ეს ლიტურგია ეს ევქარისტია შენი სიკვდილი ხდება ევქარისტიული ძღვენი ის მარცვლები და შენის გადაფქვი პურად აქციე და შენ თვითონ ხდები საღვთო პური ევქარისტიული პური და შენში განკაცდება ქრისტე ეს მაქსიმუმს აქეთ რამდენიმე სახის განკაცებაა და ერთი განკაცება არის ჩვენი სიკველეებს იგი ჩვენი კეთილქმედებების ამოდის აზრებს და ამის შემდეგ მთელი ჩვენი სხეული ხდება ტაძარი და მთელი ჩვენი ხრიდა ქრისტეს სული დამტეველი და ჩვენი მიქცევით ქრისტეს პურად მე ქრისტე ამოს რომ ჭამს ამ პურს და რა ვიცი ქრისტე როგორ არის იცი ზიარება შემოდის ჩვენში ხო და ჩვენ ამით ხვდებით იესოში და იესო კიდე არის მამის წიაღში და მამის წიაღიდან ეძახით მამას ეს არის მამაოჩუნოს წინ ლოცვაროვანი ყუდელი ჩუმად კითხულობს და იქიდან ვიძახით მამაო მოგვეცი კადნიერებით ესე გაბედულად რომ შეგძახოთ და მე რომ მამაო ჩვენო ეს ტრიალი დიალექტიკური ტრიალი იმასთან შედიხარ ის იმასთან შემოდის ის იმასთან გადადის
ხო სკოლაში ჭელიძე სიტყვა სწირავსის დედნად მღვდელმოქმედებსად მიუთითებს თლიანი ხო იერურგირებს თლიანი ფრაზა ცოტნამ განსხვავებულია ხა მე ჩემ თარგმანს ვამბობ ხოლო აარონის წვერი ვნებად და დამკვლელია რა ხოლო აარონის წვერი ვნებად და დამკვლელია რა სიტყვა და სიკველეტა სამღვდელ მეურგია ღმერთის მიმართ თუ ეხა ღმერთის მიმართ ესა მთელი ჩემი აქ მუღამი იმაში მდგომარეობს რომ ეს შთაბეჭდილება რა არის და სიმბოლო რა არის როგორ მოქმედებს სიმბოლო და როგორ არის ეს თუ ეს არის ლოგოსი ალექსეევის ლოგოსია იურიდიული ლოგოსი ეს იურიდიული ლოგოსი ეს ის ჯულის კანონი რა ონტოლოგიური ადგილი უჭირავს მართლმადებლურად ერთი მხრივ აბსოლუტურ გამართლებას ვაძლევ ჩემი წარმოსახვით ჯულის კანონს ეს არის აი ეს ოქროს სიტყვები და თესლოვანი სიტყვები როგორც ჩვენში შემოდის ჩვენი ცოდნის და იქ ჩვენ ლიტურგიულ გამოცდილებასთან ერთად ის უნდა განხორციელდეს და ხორცი შეისხას რაღაც ჩვენ სიცოცხლედ და საზოგადოებრივ სიცოცხლედ მაგრამ ამაში უნდა იყოს შეჩადებული არა ეს მხოლოდ როგორც ის პეტრე გამოდის და აი ჯული წაროში წერია და ისე ბიჭო კი წერია ის იქ მაგრამ ის ბუკვალურად კი არ უნდა ასუნა გაიგო ის გაატარო შენ თავში შენ ასკეტური და შენი ასკეტიკაში სამეცნიერო ცხოვრება შედის შენი გულის ტკივილი და შენი მსხვერპლი ხდები რა შენ ამ სიმართლის და ეს მსხვერპლი გახდა ზის თბილისში ვაკეში და გაიშამს გაისვამს თუ უნდა მოეტანა ის და დაედო და ეჩვენებინა ის კადრები და წასულიყო ციხეში აი მაშინ იქნებოდა ის სიტყვას მაშინ იქნებოდა ძალა მაგრამ ეჭვი იმისია რომ არა აქ ის კადრები ან იმ კადრებში ისეთი არაფერი არ არის ან თუ არის და არის ძლევი შიშარ და ლაშარი გამოდიხარ იმიტომ რომ მაგით დოკუმენტი იქნებოდა ჩემო ძმაო რამხელა სიმართლეს გამომჟღავნებდი ხო ან ლაჩარია ან სულელია აი ესეთი რამე გაუკეთა არც ამ სინამდვილეში არც ლაჩარია და არც სულელია უბრალოდ გაასულა საეპისკოპოსო ძალაუფლებამ და გაასულა იმან რომ არც ის არის ჯულის კანონი და არც თეოლოგია არც ის არაფერი არც და ამ დროს მიიღო ეს უდიდესი ძალაუფლება გარშემო მაკებელნი შემოიკრიბა და ნუ აი გასულელდა არც ლაჩარია ვიმეორებ და არც სულელია მაგრამ ნუ ძალაუფლება ესეთი რამეა რომ სისულელეს ჩაგადენებს ადამიანს სამწუხაროდ და ამიტომ მამრდაშვილი ამას თუ არ ვაბრუნებ ზუსტად ეშმაკი გვათამაშებს ზუსტად ვერ იაზროვნა სულელი კი არ არის ზუსტად ვერ იაზროვნა პეტრე და სისტემაა კიდევ საეპისკოპოს სისტემა ესეთი რომ როცა თქვენ ძალაუფლება შენ ხელში შენ შეიძლება არ გინოდეს ამ ძალაუფლების წარმოება მეგობარო მაგრამ შენ გარშემო რომ ხალხი არიან იმათ უნდა რომ შენი ძალაუფლებით თვითონ კონდეს ძალაუფლება სიმონი კანა სხვებზე ამიტომ მოძებნის გასაღებ შენთან და მოგიახლოვდება შენ და შენ გვერდში დადგება იქ გაიგე დაგიდგება იქ და შენი სახელით მე ძალაუფლებას მიიღებ და ის იქნება მე მტარვალი და შენ სულ გეტყვის სწორი ხარ მართალი ხარ ასეთი ხარ ისეთი ხარ კარგი ხარ და კარგავ მე რეალობის შეგრძნება საკუთარი თავის ადგილს კარგავ სამყაროში და არასუსტად მოქმედებ მე არასუსტად ვეღარ ფიქრობ ზუსტად თუ ვერ ფიქრობ ეშმაკი გაგათამაშებს მე და ისე აგირებს კარტებს და ისეთ შახმატურ ხოდებში მოგვახვედრებს რომ შენი სწორი ხოდი გაკეთებული ცუდი გამოვიდა შენ გონია შახმას თამაშობ და შაში ყოფილა ბიჭო შაში
ამოვარდი ჭეშმარიტებიდან და შახმატი კი არ არის ბიჭები. სეკას თამაშობ, სეკას და შენ კიდე გონია რომ შახმატს თამაშობ. აი დაემორთა. ამიტომ საჭირო ფილოსოფია და რაღაცეები რომ მოკლედ დაამთავრე ეს. ხომ ჩემ თარგმანი ესეთია. ხოლო არავის წვერი ეს ნებათა დამკვლელი წვერი უნდა გადავხედო მე ამას. გადავხედო არა ყვახი რაც არის ეგ არის. აში მჭირდება. ხოლო არავის წვერი ნებათა დამკვლელი არა სიტყვა და სიკველებთა სამღვდლო მეურგია ღმერთის მიმართ. Πόγονται αρών ο κατασφάτονεστη τα πάθη λόγος και ιερουργών τας αρετάς το Θεό. Ჭელიძემ ქართული ენის კეთილწყობილობის მიხედვით იმგვარად ჩაანაცვლა სიტყვები, რომ აზრთან ერთად შინაასობრივი იგივეობა ცხადია შეინარჩუნა. ხოლო აქცენტებია დასმული განსხვავებულად, რაც განსხვავებულივე ასოციაციების გამოწვევის შეიძლება გახდეს. დედანში ევქარისტიული ლიტურგიული თანხმული წამშივე ასოცირდება. ასევე იურურგიის ტრადიციული ქართული თარგმანი ხდელმოქმედება აბუნდოვნებს იმას, რომ დიონისიო არეპოგილის მიყოლით მაქსიმე განასხვავებს თეურგიასა და იერურგიას. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა უხვადაა გვიან ანტიკური თეურგიას შესახებ. ხოლო თეურგია ნიშნავს ღმერთის მიერ საკრალულ ქმედებას. აბა სხვა როგორი უნდა იყოს ღმერთის ქმედება და ზოგადად გვიან ანტიკურად აღნიშნავს კეთილ მაგიას, რაც ვრცელდება ქრისტიანულ ევქარისტია ლიტურგიაზეც. საეკლესიო მისტერიულ საიდუმლოებით მსახურებაზეც. დიონისესთან ლიტურგია წარმოადგენს ერთი მხრივ ღმერთის ქმედებას, მაგალითად ღმერთს სიტყვა თავად სილავს თავს დაიკulis, ხოლო მეორე მხრივ ეკლესიაც აღასრულებს ლიტურგიას და ამ უკანასკნელს ადამიანის მიერ აღსრულებულს ადამიანის მიერ აღსრულებულს დიონისე უწოდებს იერურგიას. ამგვარად განისხვავება ერთიანი ლიტურგიული მსახურება მის ორ ასპექტში, ღმერთქმედება და ასპექტში. ერთი ღმერთქმედება და ღმერთქმედება. ედიშერის წირავს მოიცავს დაკვლა სამღვდელო მოქმედების ერთიანობას. ამიტომ გამეორების თავიდან ასაცილებლად და ქართულის განსამართავად სიტყვა ცნება დაიკლას დაკვლას თარგმნის კლავსად. ყოველივე ამით კი იერურგიულ სხვერში ბიჭებს როგორ უნდა გამოთქვა ადამიანო. ყოველივე ამით კი იერურგიულ ყოველივე ამით კი იერურგიულ მსხვერპლშეწირვის ასოციაციის გამოწვევისათვის ნაკლები ემფაზირება ხდება. არის კიდევ ერთი მცირე ნიუანსი. ღვთისადმი სწირავის დედაში არის არა ზოგადად ღვთაება, რომელიც უმეტესად აღნიშნავს საერთის საერთო ბუნებასა და ამ ბუნებისავე მოქმედებას, საღვთო მოქმედება, ღვთის ენერგია, არამედ ღმერთისადმი მიმართ. ეს არ ცვლის შინაარს, ეს აქცენტს არ მილებს. საქმე ისაა, რომ საღვთო არის თიოს, ხოლო ღმერთი თეოს. ხოლო თეურგიაში არის შემადგენელი არა თიურგია, არამედ თეურგია. ასევე ფრაზა το Θεό არის დატივში, მიცემითი ბრუნვა, რომელიც მცირე ძალდატანებით შეიძლება გაიგებოდეს როგორც ღმერთის სიკველიები, რომელიც თეურგიულადაა მოცემული ქმედება, იმღვდელმოქმედება რა.
ეს კი უფრო გამოკვეთს ლიტურგიულ მსხვერპლშეწირვლის თანხმწულს. ესე იგი ის რომ აქ ლიტურგიული ფონია მაქსიმესთან ედიშერის თარგმანში ეს ცოტა უკანა პლანზე გადადის, თუმცა იქ წირვა აქვს სიტყვა შესწირავს მაინც ეს კი უფრო გამოკვეთს ლიტურგიების ხელშეწირვის თანხმწულს კონტექსტს ხოლო წინა პასუხისგებასთან გაერთიანებით გამოვიდოდა რომ ღმერთის თეს საღვთო ქმედება სიტყვებსა და სათქმულებებს ადამიანში ხოლო ადამიანის საღვთო მოქმედების ანუ ასკეტურ ლიტურგიულად დაამუშავებს ამ სიტყვას შტაბეჭდილ საღმრთო სიკველეთ იხდის რა მათ საკუთრივ მეორე ბუნებად იქცევა რა ისიც ერთგვარ ორბუნებოვნად საღვთო მადლ ბუნებად და ადამიანურ ბუნებად ასე იგი ემგვანება იმას ვინც ხატმსგავსებადაც ვის ხაზგადებადაც შეიქმნა დასაწყისში ანუ ღმერთს სიტყვას